ქალი ქალის მტერი და კაცი როგორც იარაღი. დღეს ამაზე მინდა ვისაუბრო, მოგესალმებით პირველ რიგში. ისევ ახალი გაგვიძებული ვარ, დღესაც მადლობა უფალს გამოვიცინე, კარგად გამოვიცინე, იმდენად კარგად, რომ კისერიც მგონავ გაშიშებული. ყავა უკვე მოვიდუღე. მოკლედ, რაზე მინდა ვისაუბრო? ვითომ თქვი გუშინ, რომ პრობლემებზე ვეცდები არ ვისაუბრო თქო, მაგრამ რა ვქნა, შემოხვდა ვიდეო, მე ხო ტელევიზორი არ მაქვს და შესაბამისად ინფორმაციას ვერ ვღებულობ. თუ შეგნებულად არ მოვიძიე რაიმე ინფორმაცია და ასე ვთქვათ, იუთუბერი უცხოს ვიდეოს წავაწყდი. ზოგადად ეს ახალგაზრდა ძალიან კარგად გადმოსცემს თავის აზრს, ყველაფერს, მაგრამ არის ხოლმე თქვა, ხო არის რაღაცა ქანდაკებას შექმნის ხელოვანი და რაღაცა დეტალი თითქოს ცოტა ისე, რაღაცა დააკლდება, ხო, რაღაც ამდაგვარი. ეს ყველას გვაქვს შესაბამისად, ხან ძალიან პროფესიონალები, ყველა ვერ ვართ, როგორც ჩანს, ჩვენი საქმის. ხო, ეხლა რაზე მინდა ვისაუბრო? ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, მთელი მსოფლიოს პრობლემაა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ზოგადად ასე ვთქვათ, სისტემის არა, სისტემის ბრალი გაუმართა. ნახეთ, ახლა თავში ვთქვი, რომ პროფესიონალი არ არის ყველა თავისი, ვთქვათ, საქმის სრულად, ხო? რასაც ქვია ნამდვილი პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ასეა ჩვენ დედამიწაზე, ჩვენ პლანეტაზე მოწყობილი, ხო? ეს სისტემაც არ არის გამართული სრულად. მაშინ გამართული რო ყოფილიყო, არ იქნებოდა ამდენი, ვთქვათ, რაღაცა დანაშაული, არ იქნებოდა ამდენი უთანხმოება, იქნებოდა ჰარმონია ჩვენ პლანეტაზე და ყველა ბედნიერად იცხოვრებდა. ენერგია იწევს მიკროფონი. ახლა იმაზე მინდა ვილაპარაკო, რაც კონკრეტულად ჩვენ ქვეყანაში ხდება, საქართველოში და რატო ხდება. მიზეზები, ძირითადი მიზეზები, როგორც თავში ვთქვი, ქალი ქალის მტერი და კაცი როგორც იარაღი. ნახეთ, ახლა გენეტიკურად არის ეს პრობლემა ამაშიც არის, ალბათ თუ ვინმე მიყურებს გენეტიკას, ვისაც შეხება აქვს, ან გენეტიკოსი, რაც ძალიან ეჭვმეპარება, მაგრამ მაინც თუ მიყურებს, დამეთანხმება რაც ნაწილობრივ, რომ აქვს მნიშვნელობა გენეტიკასაც, რას ნიშნავს ეს? მოძალადე, რო ხდება ადამიანი, ეს მარტო აღზრდა არ არის, როგორც ვიცით, ხო, მარტო აღზრდა რას უშველის, თუ ბუნება არ უშველა, ხო? აი ეს ბუნება იგულისხმება გენეტიკამ, ხო და შეხედეთ ახლა რა ხდება. ბავშვობიდან მშობლები ზრდიან გოგოებს, ბიჭებს, ხო? რაღაცა გარკვეული იმითი, ხო, რაღაცა მოდელით. პირველ რიგში ის, რაც თვითონ ისწავლეს მშობლებისგან, იმას იმეორებენ, უნებლიეთ თუ ნებით და დანარჩენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, მთლიანობაში რა, მოკლედ, ყველას უნდა რომ თავისი შვილი იყოს კარგად, უნდა იყოს ისე, მოკლედ, ბუნება მისცა, არ მისცა ის, ვთქვათ, სილამაზე თუ ნიჭი თუ ასე შემდეგ, მშობლები უნერგავენ შვილებს, რომ უნდა იყოს შენ თავი გაიტანო, უნდა მიაღწიო ამას, მიაღწიო იმას, რაღაცა
ისე კი არ აწვდიან უმრავლესობა მშობლები, რომ აი თბილად, რბილად და რაც არა, აი ეს ცოტა აგრესია იგრძნობა, ანუ შენ უნდა შეძლო, გაიტანო თავი. მე მახსოვს ბავშვობაში ერთ-ერთი მეზობელი ქალი თავის შვილს დაჟე ესეთ რაღაცას ეუბნებოდა, რომ თუ ვინმე რამე შემოგთავაზებს, უარი უთხარი და თუ რამე ისეთი შეკითხვა იქნება, უთხარი რომ შენ გააქვს ეს, ანუ რომ წარ გქონდეს. ანუ ნახეთ, აი ესეთი ჩანერგვით, ესეთი იმითი კომპლექსებს უჩენენ ბავშვებს, ანუ ბავშვობიდანვე, რომ ამ უნდა ესე იგი შენ რაღაცა ნაკლოვანების გრძნობა რო არ გქონდეს. ეს უკვე მერე მომავალში უნებლიეთ თუ ნებით აგრესიას გამოიწვევს, ხო? ანუ არ არის უკვე ძირშივე ის ჩადებულია მარცვალი იმისი, რომ რაღაცა აგრესია იგრძნობა, ხო? ხო და ეხლა რატო ვამბობ ამას და ძირითადად ეს ხშირ შემთხვევაში არის უფრო გოგოების მიმართ, ну ჯერ ისედაც გოგოების აღზრდა-გაზრდა ოჯახში ცოტა მოდით ასე ვთქვათ ზერელეთ ხდება, იმიტომ რომ უძველესი დროიდან მოყოლებული იყო ის, რომ კაცი არის გვარის გამგრძელებელი და ქალი გათხოვდება და სხვის ოჯახში შევა და რაღაცა ისე უყურებდნენ, ხო, ქალებს, გოგოებს, ხო? ამიტომ გოგოების უმრავლესობა ძირითადად ოჯახში, ну, ეხლა ალბათ ჩემი თაობაც დამეთანხმებით, რომ მიჩვეულები ვიყავით, იქ უნდა გვწოდნოდა იქ ჭურჭლის გარეთ სახლის დავაგება, აი მერე რომ გათხოვდები ოჯახში რომ შეხვალ, მერე არ თქვას იქ თქვათ დედამდებმა, რომ ეს როგორ არ ვერ გაგზარდეს, როგორ ვერ აკეთებ საქმეს და ასე შემდეგ. და რაღაცნაირად იცით აი ეს მონური იმას მიაჩვიეს ქალები ხო რომ აი მონახა რა რობოტი რაღაცა მსახური რომ შენ უნდა იმსახურო და მონა მორჩილი ხურმოჭრილი მონასავი თავი უნდა დახარო და დიახ ბატონო იძახო და მოკლედ აი ესეთი მოდელით გაზრდილი თაობები სხვათა შორის ბევრმა გაიმეორა კიდევ და ეხლაც ახლაც ამ თანამედროვე დროშიც არის კიდევ ეს რომ კიდე ის ვთქვათ ჩემი მშობლების თაობა ჩვენ რო გავზარდა ჩემი თაობა კიდე შვილებს ნებით თუ უნებლიეთ კიდევ ასე ასწავლის იმიტომ რომ იმას სხვა არაფერი არ გაუგია და ესე როგორც მოყვა ხო იმას ასწავლის და აგრძელებს და ხშირ შემთხვევაში რაიონებში ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები იმიტომ რომ აქ კიდევ რაღაცა ეხლა ხო იცი სადავე ხარ იქ ქუდი უნდა დაიხურო და ხალხი ცოტა რაღაცა ერთმანეთს უყურებს და რაღაცა სხვადასხვას იღებს რა ამ ნიშან-თვისებებს და შესაბამისად აი ესე ხო აი და მივედით ახლა იქამდე რომ ახლა ეს გოგოების უმრავლესობა თან მით უმეტეს თუ ბუნებამ არ მისცა ის გარეგნული სილამაზე, ნიჭი და ასე შემდეგ, რომ ხედავენ, რომ სხვები მარტივად აღწევენ წარმატებას თავისი გარეგნობის და სილამაზის წყალობით და უფრო ასე ვთქვათ, ეს აგრესია უჩნდებათ, ხო, რაღაცა და უფრო მეტად უწევთ ასეთ გოგოებს, ქალებს წვალება ჩვენ სამყაროში, რომ რაღაცა ადგილი დაიმკვიდრონ და შესაბამისად იბადება აგრესია. აგრესია იბადება და მერე ეს აგრესია სხვადასხვა გზებს პოულობს. ერთადერთი და აი ის განუმეორებელი რო იტყვიან ცუდი გაგებით პოულობს გზას იმაში, რომ ქალის შურს, ანუ ასეთ ცოტა შეუხედავ ქალს, შურს ლამაზი ქალის, რომელიც უფრო მისი აზრით უფრო მარტივად აღწევს რაიმე მიზნებს, არადა წარმოდგენაც არ აქვს სინამდვილეში, რომ შეიძლება უარესად დღეშიც არიან, უბრალოდ ესე მიაჩნიათ, რომ ისინი უფრო მარტივად აღწევენ რაიმე ცხოვრებაში და ხან მათ ბუნება, ასე ვთქვათ, დააჯილდოვა, ღმერთმა მისცა ეს სილამაზე და ნიჭი და ასე შემდეგ, გონიათ, რომ უფრო მარტივად აღწევენ წარმატებას. ნუ ბევრი არის მართლა ესე და აღწევს კიდევაც წარმატებას.
ხო და შესაბამისად ეს აგრესია და შური რო დაიბადება, უკვე მერე სხვადასხვა გამოვლინებას ჰპოვებს რა, რო იყვიან. და ახლა მივედით იქამდე, რაც უცხომ გააჭრა ეს ახლახანს მომხდარა ეს ერთ-ერთი ქალბატონი, ასე ვთქვათ, ყოფილმა მეუღლემ რომ იძალა და მასზე, მე არ ვამართლებ არც იმ კაცს, არც იმ ქალს, მოკლედ არც ერთი მხარე, ну, როგორც წესი, ორივე მხარე ტყუის ხოლმე რაღაცა ესეთ მსგავს შემთხვევებში. მაგრამ ნახეთ ახლა აქ არის კიდევ ერთი რამ, რაც არის გასათვალისწინებელი. ეს არის თვითონ ხალხის აზრი და ხალხის ანუ საზოგადოების იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, სადაც ისინი ასე ვთქვათ იმყოფებოდნენ. აა მოდით აი პირდაპირ ვიტყვი ეს უბრალო ადამიანური ენით, ჭორები, ლაპარაკები, ჭორები, ამ აი ის გამოშორდა, იქ ვიღაცასთან დაინახეს, იცი ესე რაღაცა, აი ესეთი ლაპარაკები. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ამ კაცის ყურამდე არ მივიდოდა? რა თქმა უნდა მივიდოდა. არა მარტო ქალები, კაცებიც ამბობენ, კაცებიც არანაკლებ შურიანები არიან, მინდა გითხრათ, ხო და ესეთი ლაპარაკი, იმიტომ რომ ეხლა ერთ კაცს რო ლამაზი ქალი შეხვდა მეუღლედ, ხო და თან ჭიც არ გისა, ესა ვთქვათ, ოჯახს კარგად უძღვება, ხო? თქვენ რა გონიათ, სხვა კაც არ შეიძლება შეშურდეს, ძალიანად შეიძლება შეშურდეს. ხო და საქმეც აი მაგაშია ზუსტად, რომ ეს თვითონ საზოგადოების აზროვნების შედეგია ის, რომ აი რაღაცა ერთმანეთს ეჯიბრებიან. ფსიქოლოგიაში არის ესეთი რამ, რომ ყველა ადამიანს აქვს პირველობის სურვილი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ეს გენეტიკურად მოყვა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ, მოდით ცოტა ისე რბილად მინდა ვთქვა, მაგრამ ყველა ადამიანი სანამ დაიბადება, ანუ სანამ ქალი დაფეხმძიმდება და სანამ ის ხო, ანუ პირველი მიმიხვდებით რაზე მაქვს საუბარი, კვერცხ უჯრედში რომ მოხვდება, ხო? ანუ ის არის პირველი, ხო? დანარჩენი დაამარცხა და პირველი მოხვდა და დაიბადა. ხო და ამიტომ გენეტიკურ დონეზე ყველა ადამიანს აქვს ჩადებული ეს პირველობის სურვილი. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ ხედავს ახლა მეზობელია თუ ნაცავია რომ გაუმართლა თუ ესე თუ ისე კაცს და კარგი ლამაზი მეუღლე ყავს და ნიჭიერი და ოჯახს კარგად უძღვება, როგორ ფიქრობთ, ხა თვითონ არა აქვს ეს და ნუ აი ეს მომენტები არის რა ძალიან ბევრი. შესაბამისად აი ეს აგრესია იბადება ზუსტად აქედან და ხდება ის რაც ხდება. ანუ ეს გაქეზება, ეს აი იმაზე ნერვიულ სისტემაზე მოქმედება, რომ იცი რა ეს და ჰაერიდან არაფერი არ მოდის. ხა თქვა მე როგორც ვიცი, მგონი დაშორებულები იყვნენ. შესაბამისად ახლა თუ ფეხდაფეხ არ დაძლებდა და არ უთვალთვალებდა, შესაბამისად ყველა დეტალი არ ეწოდებოდა, მაგრამ ვიღაცამ იქ ენა მოუტანა, ვიღაცამ რაღაცა თქვა იქ და აი გააღიზიანა, იცით რა არის, იციან ადამიანებმა ვისე როგორ მოახდინონ ეს მანიპულირება და როგორ გამოიყვანონ რა წყობრიდან. მოკლედ მეგობრებო, ის ერთი მიკროფონი გამეთი შედაჭდა, იმედია ეს იწერს ახლა. და ნუ მოკლედ რას ვამბობ, თავი და თავი არის ზოგადად შური. შური ისე არ მოდის, შურის მოდით ასე ვთქვათ, ბავშვობიდან ჩანერგვა ხდება, ოჯახებიდან მოდის, იმიტომ რომ სულ მე ჩემ თავი როგორც მახსოვს და არა მარტო ჩემ შემთხვევაში, მე სხვებსაც ხო ვუყურებდი, ანუ როგორ არიგებს მშობელი, როგორ ანუ აღზრდის კულტურა როგორ არის ზოგადად რა, ну კონკრეტულად ჩვენ ქვეყანაზე ვთქვათ, მოდით სულ ესე იგი თითქოს აი შეჯიბრება, ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან. უკვე ზრდასრულ ასაკშიც იმას რატო უნდა გქონდეს, მე რატო არა მაქვს და ასე შემდეგ.
ყველამ ვიცით ხო, რომ ესეა ხო? აა მე მგონი უკაცრიელ კუნძულზე არ ვცხოვრობ და ყველა ვხედავთ რა და როგორ ხდება, ხო? და ეს უკმაყოფილების გრძნობა და აი ეს რატო ამ მდიდარი და მე ესე რატომ ვარ, მე უფრო ვთქვათ ჭკვიანი ვარ, უფრო ესა და ვთქვათ მე უფრო მეტი მეკუთვნის, იმას აქვს, მე არ მაქვს, მოკლედ აი ეს პაექრობა, ეს წარმოშობს ზუსტად აი ამ ყველაფერს და ეს შური ჩემი აზრით, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ მოდის მაინც ბავშვობიდან. იმიტომ რომ არის შედარებები უნდა მეთქვა, ანუ აი ის ხედავ, ის რა კარგად სწავლობს, მშობელმა არასოდეს არ უნდა უთხრას შვილს. ხედავ ის როგორ კარგად სწავლობს, შენ რატო არ სწავლობ. და აი ესეთი მსგავსი რეპლიკები. თითქოს შეიძლება იმ მომენტში მშობელი არ უკვირდება რა შეიძლება, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ ყველაფერმა. ხედავ იმას, ესეთი სააქა ის როგორ იქცევა ეს, მოკლედ მიხვდით ხო რის თქმა მინდა და ეს ზუსტად ეს ქმნის მერე. არიან ადამიანები, ანუ ბავშვობიდან რომ კი ესე ეუბნებიან, მაგრამ მერე დროთა განმავლობაში თავისი დამოუკიდებელი აზროვნება აქვთ და მაინდამაინც არ მიყვებიან ამას ხო და თავისი აზრი უჩნდებათ და ეს იშვიათობაა, ძალიან იშვიათობაა, რომ ადამიანმა თავისი დასკვნები გააკეთოს და იყოს ჰუმანური, იყოს ადამიანური, ანუ და სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორად აღიქვას ყველაფერი. და ასე რომ აი ეს არის ზუსტად თავი და თავი. ვფიქრობ ახლა რა შეიძლება ეს შეცვალოს თუ როდესმე შეიცვლება მსგავსი რამ ისევ აღზრდა ისევ აი უნდა იყოს ოჯახებში ეს კულტურა საიდანღაც უნდა დაიწყოს ხო ცვლილებები რომ ბავშვები სწორედ აღზარდონ თან ხახანს კიდე იყო ის ამბავი რომ აი ეს მშობელს რომ ბავშვები წაართვეს ჭორების ნიადაგზე და ასე ვთქვათ ენების გამო რა არის იცით ახლა აქ ვერც მხარს დაუჭერდა ვერც უარყოფ იმიტომ რომ იმ გოგოს ისედაც რთული და საცუდავი ცხოვრება გამოვლილი ასე ვთქვათ ელემენტარული თვითონ არ იცის და შესაბამისად ბავშვებზეც შეიძლება ასეთი უარყოფითი გავლენა მოახდინოს, მაგრამ ნახეთ რა არის მაგრამ ის მაინც მშობელია, ის მაინც უყვართ თავიანთ შვილებს. ეს კიდე ერთი დიდი შეცდომა სისტემის ვფიქრობ, რომ მის მაგივრად რომ მოეხმარონ, გვერდში დაუდგნენ, იცით არის სირთულეებს არ უნდათ გადააწყდნენ, ვფიქრობ, რომ აი დრო დახარჯონ და დაეხმარონ, რომ ანუ გვერდში დგომაზე მაქვს საუბარი, რომ შვილები იყოს მასთან, ოღონდ გრამატიკულად, ასე ვთქვათ, მიეხმარონ მას და აუხსნან აქეთ-იქით რაღაცა კურსები თუ დაინერგება მთლად უკეთესი, რომ აი მშობლებს, ვთქვათ, რაღაცა ლექციებს უტარებდნენ, რომ აი როგორ და რანაირად ხდება ეს ყველაფერი. ელემენტარული ცოდნა და განათლება რო გქონდეს, ხო? ხო და ეს კიდე არის სტრესი ბავშვებისთვის, ხო, რამხელა დარტყმა მათ ფსიქიკაზე, რომ აი ესეთ რაღაცას ახორციელებენ, ხო? ეხლა ისინი თვლიან, რომ კარგს აკეთებენ, მაგრამ თან იმითი რომ აი გაიზრდება და არავის არაფერი არ ავიწყდება, ეს ქვეცნობიერში დაილექება და ყოველთვის იქნება რაღაცის მერე მიზეზი ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომ მშობლებს შვილები ჩამოაშორონ. აქ არის სხვა უნდა მიეხმარო და უნდა თუ მართლა სიკეთე გინდა იმ ბავშვებისთვის, მათ არ უნდა წაართვა ის ერთადერთი საყვარელი ძვირფასი ადამიანი, არამედ უნდა მიეხმარო რომ ჰარმონიაში იყონ, რომ მშობელმა რაღაცა ისწავლოს, შვილებს ასწავლოს და ასე შემდეგ. ან სოციმუშაკებმა ასწავლონ ბავშვებს მშობლის თანასწრით და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს კიდე ცალკე თემაა.
ცალკე არა. ჯამში ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი რაც ხდება ხოლმე. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, იმიტომ რომ ძალიან ზარმაცი ერი ვართ, მოდით ასე ვთქვათ. ზარმაცი ერი იმ გაგებით, რომ აი გვეზარება იქ რესურსების დახარჯვა, ანუ ფული იქნება თუ ენერგია იქნება თუ რაღაცა, გვინდა ჩვენ ყველაფერი მარტივად, გვინდა მორთმეული, გვინდა ესე არაფერი არ გავაკეთებ და ყველაფერი ესე კონდეს. აქედან გამომდინარე, იმიტომ არის ზუსტად აი ესეთი ზერელე დამოკიდებულება ყველა სფეროში. მოდით პირდაპირ არ მომერიდება და ვიტყვი არაპროფესიონალიზმი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში პროფესიონალიზმი ცოტა ისეთი თემაა. სამწუხაროდ არ ყავს ასე ვთქვათ პროფესიონალები. უნდა ხდებოდეს ხო და კიდევ რაც მთავარია, ეს არ დამავიწყდეს, სამსახურებში აყავთ კადრი ისე რომ არც ასე ვთქვათ არაფრის გამოცდა ჩაბარება ხდება, არანაირი მას არ გადიან შემოწმებას და პირდაპირ ესე მე მაგალითად მიმაჩნია რომ განათლების გარეშე არ უნდა ინიშნებოდეს დაუშვათ ადამიანი ადმინისტრატორად. არა აქვს განათლება იმან როგორ უნდა განახორციელოს ადმინისტრირება, კარგი ვთქვათ საქმე შეიძლება დაუშვათ რაღაცა დოზით ეს მოდეს, მაგრამ იქ კიდევ არის სხვა მომენტი. ასე ვთქვათ ცოტა ადამიანური მომენტიც, ხო? რაღაცა უნდა იყოს, ხო. თქვენ თუ იცით სამხედრო იმაში, ამ სისტემაში არის ესე რომ პატარა ახალგაზრდა გენერალი მგონი არავის არ უნახავს, ხო? რატომ? არის იქ რაღაცა ისე, ხო? ეს ძველი დროიდან ესე მოდის და ასევე პრეზიდენტებზეც არის ესეთი ის, ხო? ახალგაზრდა პრეზიდენტი, ცოტა ისეთი თემაა, თუმცა არიან უკვე. ხო და ამაზეა საუბარი ზუსტად, რომ არ არის პროფესიონალიზმი, არ არის არ ექცევა ყურადღება იმას, რომ სამსახურებში აყავთ ისეთი კადრი, რომლებიც საერთოდ მოკლედ რომ ვთქვათ, არაფრის საქმის ყურში არ არიან და ეს არის ზუსტად რომ ანგრევს ამ ყველა სისტემებს და მივდივართ ძალიან სავალალო შედეგამდე. ძალიან კი ვანძღავთ კომუნიზმს და კომუნისტურ წყობას, მაგრამ მაშინ მაინც იყო ის, რომ ადამიანი რომ დაამთავრებდა სასწავლებელს, ხომ, ხდებოდა გადანაწილება სხვა სამსახურებში და ასე ვთქვათ, მოწმდებოდა, ანუ კვალიფიკაცია ჰქონდა, თუ არ ჰქონდა ადამიანს და იმის მიხედვით ინიშნებოდნენ. რა თქმა უნდა, იქაც იყო ხარვეზები და ძალიან დიდი ხარვეზები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იდეა ხო იყო და ასე თუ ისე ახორციელებდნენ. ხო და საიდანაც წავედით, ხედავთ, ძირი თავი და თავი სად არის, ასე ვთქვათ, ძაღლის თავი დამარხული ესეა. ყველაფერი არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული, არაფერი ცალკეულად არ არსებობს. და მოკლედ ვიღაცებმა ასე ვთქვათ, ჯგუფმა, გონიერმა ჯგუფმა უნდა მიხედოს ამ ყველაფერს, რაღაცა შეცვალოს, ცვლილებები მოხდეს. იმის მაგივრად რომ წიხლი დავაჭიროთ ადამიანებს, უნდა პირიქით ხელი შეუწყოთ, რაღაცა ისეთი ორგანიზაციები უნდა იყოს, რომ ეხმარებოდნენ, ასე ვთქვათ, ასწავლიდნენ რა და როგორ, მაგრამ თვითონ რო არ იციან, სხვას რა უნდა ასწავლონ, ხო, ესეც არის, ესეც ძალიან დიდი ხარვეზია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძირი ყოველთვის მოდის საწყისი, სიტყვა საწყისი, იმიტომ ბავშვობიდან მოდის ყველაფერი. ხო და ბავშვობაში თუ არ ჩაუნერგავთ შვილებს სწორ აზროვნებას, მოდით ასე ვთქვათ, ჰუმანურ აზროვნებას, რაც ნიშნავს ჰუმანური, ანუ ადამიანური. ადამიანები ზუსტად იმით განსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ცოტა სხვანაირად უნდა აღვიქვათ ხო სამყარო და რაღაცა ცხოველური იმითი კანონებით რო იცხოვრებს ადამიანი, იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი. ძალადობა და მსგავსი რამ არ არის ადამიანური. ადამიანში არ უნდა იყოს ეს, მაგრამ სამწუხაროდ
ესე ხდება. ხო, ეს გაქცევა, ეს ჭორები და ეს ზუსტად მაგის შედეგია შურიც მაგის შედეგია, რომ ეს პაექრობა და შეჯიბრი მიდის. მე ძალიან ხშირად ქუჩაშიც კი გამიგია ისეთი რაღაცა, რომ აი იმას რატო უნდა გქონდეს და აი ხალხი ესე რატო უნდა იყოს, გასაგებია, ხო? არ არის ბალანსი, ხო? და მაგრამ აი ეს აგრესია, ხო, არაფერს კარგს არ მოიტანს აგრესია, შორს ისევ აგრესიას. და ზოგადად ჩვენმა ქვეყანამ გუნდური თამაში არ ვიცით, ანუ ქართველებმა არ ვიცით გუნდური თამაში, სულ ერთმანეთს ვეჯიბრებით, სულ ერთმანეთს აი ის ცუდია, იცი, აი ნახე, იმან ეს დააშალა, მე კარგი ვარ. ამ დროს ეს ხელისუფლებაზეა საუბარი თუ არა ხელისუფლებაზე, მოკლედ ყველა სფეროში ესეა. მოვიდა თქვათ ესეთი ადამიანი, ხო, რაღაცა საქმეს უკვე მიაღწია თავის მიზანს, ხო? ახლა ვიღაცა კიდე გამოჩნდება ისეთი, რომელიც ამას გააკრიტიკებს და აი ესეთია და მე უკეთესი ვარ. ნუ მოკლედ აი ეს შეჯიბრება სულ და იმის მაგივრად რომ ერთხელ მოვიდნენ გონს და ერთად დაასხდნენ და ერთი საქმე აკეთონ საკუთარი ხალხისთვის, საკუთარი თავებისთვის, საკუთარი ხალხისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის, ხო? ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, იმიტომ რომ ყველა ფიქრობს როგორ ვიყო მე კარგად, როგორ იყოს ჩემიანები კარგად და მეზობელია თუ ვიღაცა აიგით ის არ მაინტერესებს მე, ხო? აი ესეთი დამოკიდებულება. რატო? ზუსტად იმიტომ რომ ბავშვობიდან გაიზარდნენ ასე რომ უნდა შეეჯიბრო, ანუ შენ უნდა იყოს ისეთი ძლიერი რომ ამ ქვეის ჯუნგლებში გაიტანო თავი, ხო? აი ეს არასწორი დაპროგრამება ხდება ბავშვობიდან ადამიანების და შედეგსაც ვღებულობთ მერე. ხო და ეს მეგობრებო ძალიან რო არ გავაგრძელო ეს თემა და მედია ჩემი მიკროფონი არ გაითიშა მეორე კიდევ კაი ეს ორი მიკროფონი გამოვიწერე ბოლოს რამდენი 9 წელს უკან თუ მეტის უკან მიდან თემუდან იმიტომ რომ მინდოდა რომ მე დასვესოს რომ ანუ ჩავწერდით ვიდეოს მასაც მიკროფონი კეთებოდა მეც და ასე ან რამე ინტერვიუ ყოფილიყო ჩემდასთან მოკლედ ამიტომ და ორივე იყო დატენილი ერთი დამიშნე და მეორეს ვიყენებ ხო ეს წინახედობა მოკლედ მეც სხვებისგან ასე ვთქვათ გამორჩევად მეც ესე მზრდიდნენ მშობლები, იყო ჩვენ ოჯახშიც იყო მსგავსი რაღაცა საუბრები, თუმცა ძალიან დიდი როლი ითამაშა იცით რა არის აქ ბუნებაც არის, გენეტიკაც არის, მოდით ვაღიაროთ, რომ გენეტიკაც თავისას შვება. მე მაინც ყოველთვის დამოუკიდებლად ფიქრობდი, ვაზროვნებდი, მე ჩემი დასკვნები მქონდა, კი, მეც მოგცე რაღაცაზე გავლენის ქვეშ, манипуляციების ქვეშ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდება უკაცო კარგი მასწავლებლები შეხვდა 23 სკოლაში გახანგრძლივებულში მყავდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც გარეგნობითაც და ეს თითქოს ხასიათით ხო არ ვიცნობდი აგატა კრისტის, მაგრამ რაღაც ესეთი ბრიტანული გარეგნობის ქალბატონი იყო, რომელიც ვიკითხავდა წიგნებს, ჯეინ ეირს, სხვადასხვა წიგნებს და იმდენად დიდი კვალი დატოვა ჩემში, აი ეს იქ ცალკე მეზობელი ნინა ჩაჩავა, რომელმაც ისტორია და ასე ვთქვათ ბევრი სხვა რამ მასწავლა და მეც კარგი მსმენელი ვიყავი, მოდით ესე ვთქვათ, მოსმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსმენის კულტურა, ვისაც არ გააჩნია, ის არის ძალიან უბედური ადამიანი. ყველაფრის მოსმენა უნდა შეგეძლოს, უნდა გაანალიზება შეგეძლოს, შენი დასკვნების გაკეთება უნდა შეგეძლოს ადამიანს. სამწუხაროდ ახლა არის ისეთი დრო, როცა არის დაზომბირებული ადამიანები. რაღაცას ეტყვიან, რაღაცას იქ დააჯერებენ, უკვე всё, ეს ნამდვილია, ეს აქსიომაა და всё, წყალი არ გაუვა, მაგრამ ის ეზარებათ, რომ თვითონ აი ზარმაციერი თქო რო ვიძახდი, ეზარებათ, რომ თვითონ იაზრონ ცოტა და გამოიტანონ დასკვნები, არა. აი მორთმეული დაღეჭილი ესე უნდა ყველას ყველაფერი. მოკლედ ძალიან შორს ვარ წავიდეთ ამ ძალიან ესეთი თემაა.
ეს ჩვენ ქვეყანაზე ვსაუბრობ, მაგრამ მსოფლიოშიც არის ეს პრობლემა, რატო ხდება ამდენი დანაშაული, მაშინ ყველას რა კარგად იქნებოდა, კარგად იცხოვრებდა ადამიანები, რომ რა ეს და ბალანსი არ არის კიდევ, ხო, ბალანსი, ეკონომიური კრიზისი, ბალანსი უნდა იყოს ყველა ერთი იცის და ერთი მიწის შვილები ვართ და ყველას გვეკუთვნის ჩვენი წილი ბედნიერება ღვთის, ასე ვთქვათ, იმით ხო? ანუ არ შეიძლება იყოს რაღაცა განსხვავება სამწუხაროდ, აი ზუსტად ესეთი ვინც შეჯიბრებას არის დაჭრეული და მე ეს რო იცახის, ხო? უნდა რომ ეს ყველას თავებზე გადაიაროს და თვითონ იყოს კარგად და სხვები არა. ამიტომ ცოდნის გაზიარება, უფასოდ, ენანებად ეზარებათ, აი ზუსტად ეს არის, რომ უყავს კაცობრიობას და არ არის სამყაროში ჰარმონია და არ არის ბალანსი. ხო, ისი ვუბრუნდებით იმას, რომ ზუსტად ეს შეჯიბრებითობის პრინციპი, ანუ ეს პირველობის სურვილი ამოძრავებს ყველას და ყველაფერს ჩვენ სამყაროში და აი ეს არის დამოუკიდებელი. ადამიანებმა რომ ისწავლონ ის, რომ ცოტა დათმობა, ცოტა რაღაცა, ხო? მგონი რომ გამოსწორდებოდა. მე ძალიან ისეთ გლობალურ თემას შევეხე მეგობრებო, მაგრამ რა ვქნა, ახლა მე დარდება ხოლმე ისეთ რაღაცებს, ვფიქრობ, როცა მაქვს ამისი დრო, სამსახურში ამის დრო ნამდვილად არა მაქვს, იქ ერთ საქმეს რო ვაკეთებ, იქ მეორე რაღაცას მეკითხება, მესამე რაღაცა და ნუ შესაბამისად შეიძლება შეცდომებიც დაუშვა ასეთ დროს, ხო? იმიტომ რომ არ აქვს კულტურა ხალხს ის იმდენს ვერ ხდება, რომ როცა შენ რაღაცა საქმეს აკეთებ და მით უმეტეს როცა ფულთან გაქვს საქმე და რაღაცას ითვლი არ არის აუცილებელი ხმამაღლა თქვა, ხო? მეც მომსვლია მსგავსი შეცდომა, მაგალითად მიმართავს თანამშრომლისთვის იმ დროს როცა ითვლი და მე რომ მიმხვდარვა რომ ის ხო ითვლის, მე რა ხმამაღლა არ ამბობს, ხო ითვლის ის ფიქრში, ხო? მე მას ხელს ვუშლი ჩემი, ასე ვთქვათ, მიმართვით რაღაც საუბრით. ხო და აი ეს კულტურა სანამ არ დარეგულირდება ჩვენ ქვეყანაში, რა ვიცი, მოკლედ. აი ესეთი ამბები, მეგობრებო, მოკლედ ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, გამძლეობა, წარმატებები და ყველამ ჩვენი თავებიდან დავიწყოთ ფიქრი, სასურველი იქნებოდა რომ ყველას თქვათ მოესმინა თუნდაც ჩემი ესეთი პატარა ვიდეო, პატარა აზრი, ხო? ეს მარცვალი რაღაცა, მაგრამ ჯობია უფრო ამას აკეთებდნენ პროფესიონალები და აკეთებდნენ ბაღებში, სკოლებში და სხვადასხვა ესეთ დაწესებულებებში, რომ ჯანსაღი თაობები გამოისარდოს, აზროვნებით ჯანსაღი თაობები. კარგით, მეგობრებო, ახლა პიურეს უხარშავს ისე დავუტოვო. უკვე პირველი საათი ხდება. ეხლა შევამჩნიე, რომ დავჭექი მეხი დავამონტაჟებ ვიდეოს და შევამჩნიე, რომ ნახევარი ვიდეო 28 წუთიანი იყო და ფაქტობრივად ნახევარი ვიდეო ხმის გარეშე იყო. იმედი ახლა წიწეს, კი ბატონო, იწეს. და შევწავ მიდევს მწვანე ჯამში თევზი, გუშინ მოვიტანე სამსახურიდან ხეკი და შევწავ მაგას და დავუწევ ბავშვს საჭმელს და მე გვიან საფრთხეს დავბრუნდები სახლში. მე დროზე უნდა დავიძინო, რომ ხვალ დილას ადრე ვარ ასე დგომი და ახალი კვირა იწყება. მგონი დილას ვიქნები. ნახოთ დღეს დაიდება ცხრილი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. კარგით, აბა დროებით მეგობრებო, გაკოცეთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და მოკლედ არ გაგვეგოს ცუდი ამბები, სულ კარგი და კარგი გვესურვდეს ყოველდღე, ყოველ წუთას და ერთმანეთს ვუღიმოდეთ, ვესალმებოდეთ და ბედნიერი ცხოვრებით გვეცხოვროს. ამის დიდი სურვილი მაქვს. კარგით, გაკოცეთ, აბა დროებით.